შემოგვერთა მოძღვარი ნაზალოდებში მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მსახური დეკანოზი ირაკლი კენჭებაშვილი. დილამშვიდობისა მამა ირაკლი, დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. მოგესალმებით. მოგესალმებით, დილამშვიდობისას გისურვებთ დაგლოცოთ უფალმა და გაგაძლიეროთ ღმერთის სამშობლოს და ერთმანეთის სიყვარული. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მნიშვნელოვან საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ, ვრცელ თემაზე, რაც მთავარია, ეს არის მადლიერების გრძნობა. პირველ რიგში ალბათ საინტერესოა ყველას რაც უჩნდება ალბათ ხომ კაცობრიობას შეკითხვა, უბრალოდ საკუთარ თავზე რაც გვაინტერესებს ალბათ პირველ რიგში პრობლემა, რასაც ვხედავთ. ეს არის შევთხოვთ უფალს ბუნებრივია მთელი ცხოვრების განმავლობაში, ვლოცულობთ რომ ვიყოთ ჯანმრთელები, ვქონდეს ბედნიერება, სხვადასხვა ნებისმიერ საკითხში ჩვენი ცხოვრებიდან გამომდინარე, თუმცა საბოლოოდ, როდესაც ეს ყველაფერი შეგვისრულდება, უფალი არ გვისრულებს, გვავიწყდება რომ მადლიერება გამოვხატოთ უფლის მიმართ. რა არის სინამდვილეში მადლიერება და როგორ შეიძლება რომ ეს გამოვხატოს და რატომ აქვს სწორად ადამიანს ეს პრობლემა მადლიერების გამოხატვისა? დიახ, აუცილებელი ერთ-ერთი პირობა, გრძნობა, სათნოება ადამიანისთვის ეს ზოგადად საიდან უნდა ავითვალოთ ჩვენ რა მოიტანა, რა შემოყვეს მადლიერების არ ქონას. ჩვენ ამას მარტივად უყურებთ ხოლმე, როგორც ვებძანეთ რომ ყველაფერი გვეძლევა ზოგი აფასებს ჭეშმარიტად რომ ღვთისაგან. ბევრს არ წამს ახლა ღმერთი სამწუხაროდ, მაგრამ თulis რომ ეძლევა, ასე იმსახურებს, ასეა შემთხვევით ეძლევა თავისთავად, მაგრამ რას თავარია ამის დასკვნების გამოტანას შემდეგ აღარ აგძელებს რომ დაუშვა და შემთხვევით ეძლევა გავმართლა. მადლიერი ხომ მაინც უნდა იყოს, არ არის ადამიანი მადლიერი და ამის მიზეზი საკუთარ თავში უნდა ეძებოს ყოველთვის. და თუ რაშა მოიტანოს მადლიერების არ ქონამ, ამის ყველაზე ნათელი მაგალითი ღმერთმა ყველა დაიფაროს არის თვით ნათლის ანგელოზი ლუციფერი, რომელიც წიბამ გამარტავდა რომ სწორედ მადლიერების გზნობის დაკარგვიდან, უმადურობიდან დაიწყო მისი შემდეგ დაცემა, აპარტავნება, ურჩობა და რაჟირისი დამთავრდა. ყველა ვიცით რომ ნათლის ანგელოზი ბნელების მოცხვილი სატანად იქცა. ასევე ჩვენი პირობშობს ადამიანს დაცემის თავად მიზეზად ერთ-ერთი სახელდება სწორედ მადლიერების არ ქონა. და ჩვენც ადამიანები ვართ. თუ ამაზე არ ვიფიქრეთ ჩვენ ხშირად, ეს გზნობა თავისთავად არ მოვა ადამიანს. სამწუხაროდ, ვთქვათ, ნაკლებს ამაზე ვფიქრობთ ხოლმე. თანამედროვე ქრისტიანებიც კი. და ჩვენ ყველაფერი ღვთისაგან გვაქვს. ამის არ აღიარება, ხა შორს წაგვიყვას ამის დაკიცება არ ჭირდება, ადვოკატობა უფალს შემი, მაგრამ ადამიანი თვითონ რაციონალურ მსჯელობით რომ შემთხვევით მას არაფერი არ აქვს. შემთხვევით როგორ შევარ ამ მქონეს. თვითონ რა განა შემთხვევით მოვიდა ამ ქვეყნად, რა თქმა უნდა არა. ეს ღვთის დიდი განგებულებაა, რომ ღმერთმა არარსებობიდან არსებობაში მოიყვანა ადამიანი ჩვენნაირი, რომელიც მეორე არ ყოფილა კაცობრიობის ისტორიაში, ამდენი ათასწლოვანების ისტორიაში და არც მეორე არ იქნება. განა ეს უკვე არ არის ჩვენთვის მადლიერების და სიხარულის მიზეზი არ უნდა იყოს, სხვა რომ არაფერი. იმიტომ რომ სამყარო არსებობდა ჩემ გარეშე და ახერხებდა წარმატებასაც, წინსვლასაც, გარკვეულ მიღწევასაც და გააგრძელებდა დარწმუნება, მაგრამ რაღაც ღმერთმა ამ სამყაროს სულაში ჩამრთო მეც, შემომიყვანა მეც. თან შემომიყვანა დროებით გმირად კი არა შევასრულო ჩემი მისია და შემდეგ ისევ დავბრუნდე სადმე არარსებობაში ან გავქრე. შემომიყვანა მარადიული სულით, მისი ხატებით დაჯილდოვ, რომელიც ჩემნაირ არასოდეს აღარ და არასოდეს არც მოკვდება ადამიანი, გამორიცხულია, ვერ მოკვდება ადამიანი და მიზნად ღმერთმა შემოგვიყვანა, განა იმიტომ რომ მარტო აქ დაუთკვეთ ამ ქვეყნის სიამეებით, შვილიერებით, წარმატებით, სიხარულით, არამედ ზეციური დიდებ ნეტარებით დავჯილდოვდეთ თუ ამას ვინც ისე იცხოვრე ღვთისმშობლის ღმერთი უწყალობებს და ეს იქნება დაუსრულებელი. ხა მარტო ეს მნიშვნელოვანია და ყველაზე ღირებული, განა ეს საკმარისი არ რომ თეოს ხო ჩვენ მალებით გავატაროთ მისადმი ვიზდანაც, უბრალოდ ეს ყველაფერი მოგცა და პლუს ამას ხომ მეტნაკლები ადამიანს ყველას აქვს ნიჭიერება, გარეგნობა, სუნთქვის საშუალება, სიარულის, აზროვნების, ეს ყველაფერი ღვთისაგან, ამიტომ ჩვენ ყველაფერში მომალოდეთ ღმერთს. მაგრამ ესეც არ არის საკმარისი. ნახეთ, ეს ყველაფერი იყო ძალიან კარგად, მაგრამ ადამიანის ცოდისმიერი სიყვარული და დაცემულობა რა მოიტანა, რომ ეს ვერ შეიშნობა, მადლიერად ვერ მიიღო და ახლა კიდევ გამოსახსნელი გახდა ადამიანი. ადამიანის ოჯახეთის კლანჭებიდან ეშმაკის ძალმომარების გამოხსნას დაჭიდა თვით ცეხვთვისას განკაცება ადამიანად მოსვა და ჩვენთვის რომ ოჯახეთიდან დავეხსენით, მან დაითმინა რა ამ ხელს შეურო ჯერ ადამიანად მოვიდა, როგორ დამცირდა, როგორ დამდაბდა ზეციურ ტახტზე მჯდომი ღმერთი ბაგაში იშვა და ქვაფსაშინა მიიწვინა, ხო ვიცი ჩვენ როგორი ცხოვრა ღარებულა და რამ ხელს შეურა წყობა, რამდენი ტკივილი ჯვარც მახავში აღდუეს მარხში ყოფები და მინდა ორესკუთ ამიტომ ვახსენო და ჩვენ რო გამოეხსენო ჩვენ წედა პავლე მოციქული გვახსენებს, პეტრე მოციქული თქვენ გახსოვთ რომ სასყიდლით წყიდულნი ხართ, სისხლით ახართ გამოსყიდულნი, თა ღვთაებრივი სისხლით, განაც მადლობა არ გვეთქმის. აი პატაშდა რომ მოვიყვანო ჯვარი ყველას წერია ვიღაცა რომ თქვათ
ჩემი დანაშაულის გამო თქვენ ჩასვან ციხეში. რამხელა მადლიერ ვიქებ რომ მე ჩემ გამო იმან იტვირთა ეს ჩემი დანაშაული და არ გამთქვა და ის იტანჯო მე კარგათა ვარ. და ღმერთი ჩვენ გამო მოკვდა, ვიღაცა რომ ჩვენ გამო გარდაიცვალა ჯვარიწერია, ხო მას არ დაუვიწყებ თუ ადამიანი თუ ზნეობ თუ მორალური ხარ თუ საერთოდ ადამიანი ხარ, ხო და ჩვენ გავიზრდებ რომ ვინ ქნა ეს ჩვენთვის სატუსახოში და დილექსიც იყო, მაცხოვარი შეპყრობილიც იყო, ნაცემი, ნაგვემი, ჯვარცმული და მოკვდებული ჩვენი ცხონებისაც და როგორ შევა მას ამის გამო ჩვენ მადლობას არ წირავდეთ, მაგრამ მადლობა ესეთი მარტივი მარტო სიტყვით არა, თუმცა ამ გამომდინარე როცა ადამიანი ქრისტიანობას გაიაზრებს განსაკუთრებულად ძნელად წარმოსადგენ მის მაგებიდან ყოველ სიტყვაზე უნდა ამოდედეს მადლიერება ღვთისა. აი ღვთის მადლობა ღმერთს მადლობა ისმის ქრისტიანულ ლექსზე თუ დააკვირდებით და რაც ხშირი იქნება და რაც ბაგედან ისმის ნიშანია ჩვენი გულის ნამეტნავებისა და ნამეტნავების გულისა ბაგი იტყვის ეს ნიშნავს ჩვენ მადლიერნი ვართ ღვთისა ისევ ჩვენმე საკეთილდღეოდ და როცა წმინდა ისააკას ბრძანებს მადლიერი ადამიანიო უფრო მოწყალეს ხდის მადლის მომცემ ღმერთს რომ ხედავ მადლიერი ადამიანი უფრო მეც აძლევს უფალი და თუ ადამიანი არ აფასებს ამ დიდ წყალობას მე ხდება რომ ეს წყალობა იკლებს ხოლმე და სამწუხაროდ ეს ადამიანის თვისება უკაცრავად და დავასწრებ რომ ყველა ჯვარი წერია რომ აფასეთ რაც გვაქვს ჩვენ მგონი რომ ეს უნდა იყოს უფრო მეტი ზოგგონია რომ მეცაც იმსახუროს აბა როგორ და მასში ხდება ხოლმე ადამიანის თვისება ეს როცა დაკარგავს მე ხდება თურმე როგორ უმადური ყოფილი როგორ არაფასებდა მაგალითად ყველა ჯვარი წერა დაკარგოს ჯამთე ალბათ რო ხდება მე ხდება რა კარგი რომ ჯამთე რო ყოფილ ხარ ვიღაცამ რომ დაკარგოს აი თქვა მეტყოლების უნდა არის ხო ჩვენ მგონია უნდა მეტყოლებდე მაგრამ თურმე რამხელა ღვთის წყალობა ყოფილა რომ მეტყოლს უნდა არის გაქ მახსენდება ის უწმიდესობის ერთ-ერთი შემთხვევა იხსენებოდა ხოლმე ხშირად ქადაგებებში ადრე მოუნახულებია საავადმყოფო გონებით დაავადებულ და ფსიქიატრიული საავადმყოფო და იქ არიან ისეთი ავადმყოფები რომლებიც საერთოდ არ არიან გონზე ზოგი ცოტა ხნით გონზე არის შემდეგ გადადიან გონიდან და ერთი ესეთი პაციენტი შეხვდა რომელიც იმ დროს გონებრივად იყო ნორმალურად და ესეთი რამ მითხრა რომ თქვენ უწმიდესობა მადლობთ თქვენ ღმერთს იმისთვის რომ გონება მოგცათო სახი გონებაო და ამას არ ვფიქრეო პადრე ხმდა რომ ამის უნდა მადლობდეთ ღმერთს რომ აზროვნების უნდა გაგაჩნია ადამიანს ჯამთელი სხვა რო არაფერზე არ ვილაპარაკოთ მამა ირაკლი ფსალმონის სიტყვები გამახსენდა უცებ კაცი პატივსაშინა იყო და არა გულისხმობა ბაძვი და იგი პირუტყდა და მიემსგავსა მათ და ძალიან ხშირი არის რაზეც თქვენ საუბრობთ როდესაც ჩვენ არ ვაფასებთ ნიჭს თუ სიკეთეს რაც უფლისგან მოგვეცა და მადლიერება გვმართავს არა მხოლოდ უფლის მიმართ ცხადი არამედ ადამიანთა მოყვასის მიმართაც და ძალიან დიდი სიკეთე არის და დიდი ღირსებაა უბრალოდ სხვისი სიკეთის არ დავიწყება და ხსოვნა როდესაც ადამიანები არ გამოხატავენ ჩვენს მიმართ მადლიერებას და ასეც ხდება ხოლმე. შეიძლება ჩვენ გვაქვს ეს გრძნობა მადლიერების, მაგრამ საპასუხოდ სხვა ადამიანისგან გაკეთებული სიკეთის წილ ჩვენ ვერ ვიღებთ მადლიერებას. ამ დროს გვეუფლება სამწუხაროდ გაგიზიანება ხდება ხოლმე ასე და აი ეს რამდენად სწორია და როგორ უნდა მივიღოთ აი ეს მდგომარეობა, როდესაც ადამიანს ჩვენს მიმართ მადლიერების გამოხატვა უჭირს. ხე რა თქმა უნდა ეს ყველას მოგვსვლია ხა ადამიანები ჩვენ ქრისტიანებსაც ხშირად ამით ეშმაკ ხშირად ჩვენ გამოგვსვლის ხოლმე იმიტომ რომ თუ რამე სიკეთე თუ არა რაც გვიკეთებია სიკეთე ხა მენდაკლებად ვიღაცისთვის ამაგი რაღაც კარგი გაკეთებია ეს ყველაფერი ღვთისგან არის ადამიანს თავისი ბუნებითად მარტო ცოტა შეუძლია ჩვენი კეთილი ფიქრიც კი განზრახვას ეს ღვთის გამოდის ფარველი ანგელოზის მეოხებით შთაგონებით რატომ აკეთეს ამას ღმერთი რომ შენი ხელით აღასრულოს რომ ისევე შენ დაგაჯილდოოს აი აქ მადლობა ღმერთს ამას ასაუცრებლად რომ ჩვენი ძალით მარტო ცოტა შეგვიძლია აღარ ჩამოთვლი ბუნებითად გამოგდის რამდენი ცოდვები ხო და როცა ეშმაკი ხედავს რომ ეს ღვთის შემწეობი ჩვენ გავაკეთეთ რაღაც სიკეთები იმას დავასრულეთ და უფალი ამის გამო მისი გაკეთებული მისი შთაგონო მისი მონაწილეობით მაგრამ კიდევ წყალობას შენ გიმზადებს მე ეს შურიანი სული და ბოროტი სული რასაკეთებს კი არ ეგუება ხეს კი არ ჩაიქნოს აღადარჩი რადგება და აი ამ სწორედ ამის წყალობას აი ამის ნაყოფს წაგართმევს იმით რომ შენ გულში შეეცდება და გამოზის ხანდახან არცთვის იშვიათად აღძრავს დანანებას რა ეს ამას არ იმსახურებ და ეს რატო გავაკეთე და მე ღიზიანება შევა გაბოროტება შევა პირიქით ისეთი რამე მოექცე რომ ისე ცუდად მოექცე რომ ეს შენი გაკეთებული სიკეთე საერთოდ დაავიწყო და ეს ძალიან ცუდი მდგომარეა ეშმაკმა არ უნდა გაიხარო ჩვენ საფრთხილად უნდა ვიყოთ და წედამი ამბობენ რომ თუ იმიტომ აკეთებ შენ სიკეთეს ვინც გენა იყოს შობელია თუ მეგობარია თუ იმისთვის რომ იმისგან მინიმუმ მადლობას მელი მაიდამაის და თუ სამაგიეროს არა შენ მაშინ ყიდი ამ სიკეთესო და ამის გამო არაფერი ღვთისგან ჯილდო არ გექნება თუმცა 10 კეთროვანი შესახებ ეპიზოდი და ისტორია ანუ უფლისგანაც ხო იყო ეს რომ თქვა მოიკითხა სად არიან ხო ეს სხვა გახსნა განაიმიტომ რომ მე კარგ გაგუნო მადლობა რატო არ გადამიხადოს რომ მას გული როგორი საფრთხილად კითხულობს მე ძალიან დიდი გამარტებები აქვს ამ სახეებს ლუკა მახარებელთან არის ეს რომ როგორ ფრთხილად კითხულობს მაცხოვა რატომ კითხულობს იმ ცხრას
მიდაბერ წერია სახარში 9 იყო იუდეველი ჯულის აღმოსწრება და ეს ერთი იყო სამარიტელი. უფალი იკითხოს იმ 9-ს რომ ჯულით მეტი მოეთხოვა და ჯულის მიმღება ადამიანს ჩვენც ხა ქრისტიანებად ის ჯული ხო არასწორყოფილი იყო და ამიტომ მათგან გაუკვირდა მას ხვედგორად აი გაუკვირდა როგორ შეიძლება ამ ხელა საშინელებისგან განკურნა კეთრონება სიკვდილისგან იხსნა და არც ერთმა სიტყვერ მადლობას კი არ შეწირა, ღმერთს წარმოგიდგენიათ და ახლა ძინათ საფიქრებელია, როცა იმ ცხელუზე რომ ნახესო განიკურნეს და მაშინ არ გაიხსენეს კურნალი ღმერთი და ახლა მერე მოbrunდებოდნენ ეს ძინათ დასაჯერებელია. რომ მაშინ როცა აი სამარიტელი თქვენ კარგად გასაეპიზოდო გაიხსენეთ, პირდაპირ წერია რომ დიდი და ხმი დახმოვდა რომ ღრიალებდა იმდენად მადლიერი იყო სულ მოვარდა და მარტო მადლობა კი არ უთხრა ხელი კი არ ჩამოართო მაცხოვარს ფექვე დავარდა და როგორც აყვანის ამ დიდი ბედნი წყალობისთვის და მან ამის გული რა მიიღო სასწრაფო საგან ადექი და გვალე სარწმუნოებან გაცხოვნა შენ მას სარწმუნოებრივი ცხოვნების გზაზე დადგმა მიიღო ჯილდო ღვთისაგან არა მარტო განკურნება. თუმცა მალდიერი ადამიანი თუ არის თითოეულ თავისზე სასარგებლოდ ბრუნდება ღვთისაგან და თუ არ არის ასევე საკუთარ თავს თუ დაიზარალებს. ამიტომ ჩვენ ძალიან ხშირად უნდა ვიფიქროთ ამ თემაზე. ეშმაკი სუსტილობს რომ თვითონ რამითაც დაიღუპა ეს ბოროტი ის თვისებაა რომ მე სხვას დაღუპოს. არ კმაყოფილდება და საკუთარ თავს მიგვამსგავსებს ხოლმე როგორც თვითონ მისი დასების მიზეზი გახდა როგორც დასაწყისში ვახსენე არა მადლიერება ჩვენს ვცდილობს რომ აი მადლიერება წაგვართვას და ამიტომ მასთან ბრძოლის ერთ-ერთი მტკიცე საშუალება არის სწორედ მადლიერების გამოვლენა და ახლა სანამ საქმეზე გადავალთ საქმე ცოტა რთულს სიტყვითაც უნდა დავიწყოთ წმინდა იოანე ქროპირი ამიტომ გვასწავლის საოცარ ლოცვას ეს მისი ბაგეებიდან აშორდებოდა ლოცვა თვით ვიცით რომ გარდაცვალების შემდეგაც მან მშვიდობა ყუთრო წარმოთქვა აი ამ ლოცვით აღესრულა უბრალოდ გარდაცვალების წინ და შემდეგ გარდაცვალების დროს დალოცა მრევლი რომ დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის ეს იყო მისი სიტყვები და ხშირად ამოდა და გვასწავლი ჩვენ დაგვიტოვა მოძღვრება რომ ეს ლოცვა ხშირად იმეორეთო ქრისტიანებმა რადგან სასიკვდილო დარტყმას აყენებს ეს ეშმაკს რადგან მას ეს მადლიერება არ გააჩინა რო ხედავს რომ მადლიერია ქრისტიანი მასთან საერთოდ ვეღარ პოულობს და გაგეცდება რომ თუ ხედავს შენც უმადური ხარ და მე მოყვება სხვადასხვა გზნობები აუცილებლად თან მოკავშირეს დაგინახავს ნათესავად და არ განგეშორება და დაღუპისკენ წაიყვანს ადამიანს ყველა შორიწე გმართებს არა მხოლოდ მოცემული სიკეთის გამო არამედ განსაცდელების გამო რაც ძალიან რთული არის როდესაც ადამიანი არ ტვინავს არ წუხს თქვათ აი იმ განსაცდელის გამო რომელიც აქვს და გამოხატავს მადლიერებას ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი სათნოება ღვთის წინაშე მაგრამ ძნელია მის გაკეთება. დიახ, ძალიან ეს უკვე გმირობის დალფასია ჩვენ ვისაუბრეთ აი ეს დაბალ ხარისხზე რომ გაკეთებული სიკეთის გამო რომ არ ვიღებ მადლობას ამაზე ვღიზიანებ და მადლიერი არა ვართ ელემენტარულ ყოფით რაღაცებზე და ეს ნამდვილად რთულია. თუმცა ასევე ამბადოროთებ ბრძანებს რომ ეს ცხოვრების პრაქტიკიდან ის ადამიანები იყვნენ ახლა ზეციური ანგელოზები კი არა ადამიანში თავისი სუსტები თავიანთი განსასწრებით საუბრს ყველა შეუძლია გამოსადოს თუ როცა შენ კეთილის ყოფილობაში ხარ წარმატებული ხარ ბედნიერი ხარ და მადლობ ღმერთს გახსენდება ღმერთი ეს ბედნიერი ხანა გრძელდება ყველა შეუძლია გამოცადოს და თუ განსასწრელია და ხდება ჩვენ ცხოვრებაში მიზეზები შეიძლება ბევრი იყოს და ამ დროს თუ მოახერხებ და მალას სულ გმირობის დალფასია რომ მადლობ ღმერთს მინიმუმ მადლობ ღმერთს იმითი რომ არ დორტვინა, არ წუწუნებს როგორ ძანე და არ ვარდები განკითხვებში და კრიტიკაში, განსასწრელი ძალიან მალევე თავდება და თუ აგძელებ ასე კრიტიკას და თავის მართლებას და ყვედებას თვისადმე ეს განსასწრელი გრძელდება. ანუ შენვე საკეთილო დღეოდ ხდება, ან შენივე ბოროტსაყოფა თუ ამას სწორმიდგომას არ გამოვიჩენთ. ასე რომ ჩვენ ძალიან დიდი დაფიქრება გვეც ყოფით ცხოვრება ძალიან ხშირად გვემართ ჩვენ ცხოვრება სულ სავსე ასეთ მოვლენებით და სულ მადლობდეთ ღმერთს ყველაფერში. რომ ღმერთმა წყალობა არ მოგაკლოს და თავისი კურთხევა და მრავალი კიდევ სამადლობელი საქმეები გაგვაკეთებინოს. მამა ირაკლი არის შემთხვევები, აი, როდესაც თქვენ თავადაც ახსენეთ ძეგლ საუბარში, როდესაც აკეთებს ადამიანის სიკეთეს, თუმცა სამადლობელს არ ელოდება მხოლოდ სიტყვიერად, ხო? ელოდება რომ გადაუხადოს მანაც კარგი გაგებით სამაგიერო. აი ასეთ შემთხვევაში აქვს თუ არა აზრი ადამიანის გაკეთებულ სიკეთეს, როდესაც ელოდება სხვა კუთხით, იგივე კუთხით ან უფრო მეტად დახმარებას უკვე სამაგიეროდ შემთხვევაში, ხო პირიქით შემთხვევაში იმ ადამიანისგან, ვისაც თავის დროზე დაეხმარა და სიკეთე გაუკეთა. დიახ, თავისთავად ცუდია უკვე ვახსენეთ ჩვენ რომ ასე თუ ვინმე იქცევა სამწუხაროდ ჩვენ საზოგადოებაში ძალიან ფესტმოდებულია, ხა ძალიან ბევრი მიზეზები ამისი. პირადი გამორჩენის სრული რაღაც კასმოსთნეობა მართლა ესეთი რომ მოვიდა ყველას არიხი მაგრამ არის ესეთი ხშირი ურთიერთობებში რომ შეამჩნევ ადამიანს რომ გამარჯვებას არ გეტყვის არავინ ისე თუ რაღაცა შეგან ეს ანგარება ეს ვაჭრობა ასე სიკეთეს ღვთისგან ჯილდო კი არა სასჯელიც მოყვება რატომ იცი საიდან ის ყველაფერი და როგორ გავაკეთე კითხვა დავსვათ შეიძლება მე ესე ვიქცეოდი არ იყო სამაგალითო ის ისე მაგრამ
ნამდვილი სამაგალო ჩვენთვის ვინც არის, ეს არის მაცხოვარი იესო ქრისტე. განა ის იმიტომ აკეთებდა საკეთებს, რომ მადლობა ვეთქვათ, ეხლა ჩვენ ახსენეთ, რომ ეს კედრონების სხვა შემთხვევა იყო. ის უანგაროდ კურნავდა, უანგაროდ ადამიანებს მოძღვრავდა, სწავლიდა, მრავალ სიკეთეს ანიჭებდა, დღესაც ესეა. განა რო გადავწყვი, კაი ღმერთო ამდენი გამიკეთე, ახლა მე მას მადლობას გადავხდი და ერთხელაც დავამთავრე მადლიერება. განსა მე არსებობს, ითი შეიძლება ღმერთს ჩვენ მადლობა შევწროთ რა ფორმით, რა საგნით, რა შევიძინოთ, რა ღვაწლი უნდა გავიღოთ ჩემი სულისთვის, რა მღვიძარება, რა ლოცვა, რა მარხვა მე ღმერთი გავაკვირვან მისი წყალობა გადავღეს გამორიცხულია. თვით ქართულმა წერმა ბრძანა რომ დედის ამას ვერ გადაიხდიო, ხელის მოკვეცხი რომ შეიწყო, ხო ეს ხელის გუძეს ხო წარმოუდგენელია და რომელი ღმერთის წყალობას ვინ გადაიხდის და ამ ხელა გასწმოს, მაგრამ თავარითაც ადამიანი მადლობს ღმერთს. რითაც უნდა ყველა მადლობდეს, რომ იზრუნებს საკუთარი სულისთვის, რომ ამაო არ აღმოჩნდება ღმერთს ამ ხელა ღვაწლი, ჩვენ სულის ხონებიც რომელსაც ჩვენთვის სისხლი დაღვარა. ეს საკმარისია. მეც არაფერი ჩვენგან არ არც დიდი მადლობები უნდა, დიდი რამბები არ უნდა, არც დიდი მეტანი არ უნდა, თუ ამას ვაკეთებთ, ეს ყველა ჩვენვე საკეთებთ ბრუნდება, მაგრამ თუ შენ სულზე ზრუნავ ცხონებისკენ და ანუ ცოდვებზე უარს ამბობ, ეშმაკს უარს და ღმერთის შვილობის გზას მიჯდებ, ეს აღმოჩნდა ყველა სამადლობელი და ღმერთს და ეს უხარია. ეს ისათნო, იმიტომ რომ შენ უყარხ და შენი გულისთვის დახარჯა ამ ხელა ღვაწლი და ამ ხელა ძალები, ხო? ხა ჩვენ ხორცენი მშობლები ბრძანდებით და შვილების განა იმიტომ უკეთებთ რამეს რომ წამოვაძახოთ მადლობა რატო არ გადამიხადე მშობლ გვიყვარს და მათგან მადლიერება რა რომ დაინახავ რომ ის შენი ამაგია უკვალოდ არ იკარგება, კარგი ადამიანი გაიზრდება, მორწმუნე იქნება, სამშობლოს მოყვარული იქნება და ეს გიხარია, მეტი არაფერს მისგან არ მოდი, განა შემეკვივალენტი არსებობდეს რამე თანხის არ რითაც მადლობა უნდა გადამიხადონ შვილებმა სხვაზე აღარ არ არსებობს ესეთი რამე რომ ხედავ რომ ჩემი ლოცვა, ჩემი ღვაწლი, ჩემი მოთმინა მისდამი ამაგი გათენებული ღამეები თუ გაჭირვებული დამძებული ჯვარი იმიტომ არის რომ რაღაცას აზრი ქონის აფასებს ამასთან, რომ თავის საკეთილო ის კარგად არის. მე ამით ბედნიერი. აქედან იწყება ალბათ ხო? სწავლა მადლიერების ოჯახიდან, მშობლები. რა თქმა უნდა, ოჯახიდან პირველად ჩვენი ხორცე მშობლები, როგორც ანარეკლეს ეციო, თუ შენ ხორცე მშობელს პატივსაცემ არ გიყვარს და არ ემადე როგორ შეიძლება დაიჯეროს მე რომ ზეციო მშობლის მადლიერი იქნება ეს გამორიცხული. ესეთ რამ შეუძლებელია. სამწუხაროდ ეს გვახასიათებს ხშირად. უფრო მეტად მოთხოვნის რეჟიმში ვართ ხოლმე მშობლებთან და რაღაც მეც მოვითხოვთ მათგან და მადლიერება, მადლობის თქმა გვავიწყდება. არ დაწინაურდა ბრძანებია რომ მადლიერი ადამიანის გული უფრო ფართოდ იღება და იშლება და ღვთისმადლი უფრო მკვიდრდება, ვიდრე მთხოვნელისაა. მთხოვნელის ყოველას მთხოვნები გვაქვს, ეხლა რამდენიც გინდა ღმერთთან თუ მიწიერ მშობლებთან, მაგრამ აი არ დამავიწყდეს მინდა ვთქვა რომ ჩვენი ერი განსაკუთრებულად ქართული ხასიათდება ღვთისადმი მადლიერებით. ოდითგანვე ღვთისადმი რატო? კარგად აცნობიერდა ჩვენგან განსხვავებით ქართველი ერი რომ რამხელა წყალობა უყო ღმერთმა, თუნდაც ამხელად მოვლენები და ასეთი სამშობლო რო ჩააბარა და იმ ღმერთს ამიტომ რომელსაც ეს ყველაფერი მოანიჭა გაჭირვების ჟამსაც კი განსაცდელის ჟამს ყოველთვის სადიდებელ ტაძრებს უგებდა ხოლმე და მის სათაყვანებელ ადგილებს და წმინდა ადგილებს ქმნიდა ეკლესია მონასტრების სახით. თვით გაჭირვებაშიც კი ომიანობის პერიოდში მორჩებოდა თუ არა ეს ომიანობა, მაშინვე ხეში იღებდა ნიჩავს სამშენებლო იარაღებს და ღმერთს ადიდებელ ტახტრევანს უდგავდა და მის ნიშანია სანას ახასიათო თუნდაც სამების ტაძარი როგორ თულ პერიოდში დაიწყო მშენებლობა რომ არავის არ ეგონა განსრულებას კი ასევე ნახათას მთაზე მდებარე ვესხთიშობის ხატის სახელობის მონასტერი რომელიც ასევე მთელი ერის ზამომრებით შენდებოდა და დღესაც შენდება რომ მადლიერების გამო რომ ღვთისმშობლის წილხვედრობის გამო ის უფლის წყალობის გამო და ეს უნდა ჩვენ გავაგრძელოთ ეს გზა, ეს გზა ნამდვილად ღმერთამდე მიგვიყვანს. დიახ. უმადურობა რამდენად აზიანებს ადამიანს. აი მაგალითად ფსიქოლოგებისგან ჩვენ მოგვისმენია, რომ უმადურობა იწვევს დეპრესიას და რაღაცნაირად ადამიანი უფრო მოწყენილი ხდება, იმიტომ რომ გონია რომ უფრო მეტი ეკუთვნის და რაღაც ნაკლები მიიღო ცხოვრებაში. ეკლესიური თვალსაზრისით, სულიერი თვალსაზრისით რამდენად აზიანებს და სადამდე შეიძლება მივიდეს უმადური ადამიანი. როგორც თქვენ დასაწყისში ისაუბრეთ, აი ამპარტავნება არის, ხო? სათავე ამ მდგომარეობის. დიახ. აი ფსიქოლოგიას დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ მათი ტერმინები ცხოვრების ჩვენი სულიერი მდგომარეობა, დეპრესია, აპათიური მდგომარეობა, მე სასოწარკვეთილება, ეს ეკლესიური ტერმინი. ეს ყველაფერი ვისი სულის გავლენა ადამიანში? ბოროტის სულის. და ანუ ბუნებრივად ადამიანი უმადური არის, ფსიქოლოგი იგივე სამომავლო თავიანთი ტერმინოლოგიით, რომ ანუ რასის ეს მდგომარეობა თუ ჩავარდი ნასიჟოს კი ბოროტის ზეგავლენის ქვეშ ვარ. ეს ძალიან საშიში დამღუპელი სულია, იგივე მოწყენილობის სული. ახლა ჩვენ წმინდა ფერასტოსიაში ვევადრებით, რომ სულსა მიმოწვეულობისასა ნუ მიგცემ ეს მიმოწვეულობის სული სწორედ არის მოწყენილობის, დაღრეჯილობის, სასწარკვეთილების, უიმედობის, შემდეგ ყველა თვითკვლავდეს კი მიდის ადამიანი და ეს ვისგან არის? ბოროტმა რატო იქონია ამ ხელა გავლენა, როგორ შეძლო ესო ამ სულმა მომიცვა? იმიტომ რომ ადამიანი უმადური არის, აქედან იწყება.
ამის ნათელი მაგალითი, ну, გარდა სატანისა, იუდა მოციქული ყავს ჩვენ ისეთი ცხადი მაგალითი, რომელიც სწორედ გარდა ვერცხლის მოყვარებას და გარდა ყველაფრისა, უმადურობის გამო მოვიდა, ესაც მოვიდა პირდაპირ წერილ ზიარების შემდეგაც კი, როცა მოციქულებმა სამადლობელ საგალობელ აღულინეს ღმერთს, იუდა ეს არ გააკეთა, მანამდე გამოაკდა, მადლობა არ შესწირა ღმერთს იმ წყალობის ზიარა და წავიდა საშინელად ჩაიდგა სული დაიღუპა, ასე რომ უმადურობას დაღუპა მოაქვს თუ მადამ მალევე არ შეაჩერა ეს მადლიერების გზნობითა და გამოხატულებით ყველა შევეცდებით. როგორ ვასწავლოთ ჩვენ შვილებს მადლიერება და რამდენად მნიშვნელოვანია ეს? ძალიან კარგი შეკითხვა არის. პირველ რიგში როგორ ნავასწავლოთ საკუთარი მაგალითით და ამის სწავლებას იძლევა თვით დედა ეკლესია. ჩვენ ასე ვიწყებთ საუბარს ახალ მოსულებთან. ბავშვი იქნება შვილი თუ ქრისტიანებთან რომ უმახვილოთ ყურადღებას თქვა დილის ლოცვებს, ხო? ეს ყველა ქრისტიანის მოვალეობა არის, სულიერი ჰიგიენა დილავ როგორც ხორცის ჰიგიენა ჭირდება. როგორ იწყება დილის ლოცვები? დილსა ნაღდგომილი გმადლობ შენ წმინდაოს ანუ ღმერთის მადლიერებით. შემდეგ ნენელა ჩვენ შვილებს თუ ქრისტიან დავხსნათ, უნდა დაინახო რომ ჩვენ გარდა ლოცვებისა ლოცულობთ საკვების მიღების წინ. თუ მადლობს ღვთისაგან ჩვენ საკვებს დავამთავრებთ მადლობა ღმერთს საკვებისთვის სწავლის წინ ლოცულობს ქრისტიანი საქმის დაწყების წინ ლოცულობს აღარ ვსაუბრობ ახლა პირად ლოცვებზე და შვიდგის ლოცვებზე და ამით ღვთის მადლებას ის სწავლობს როცა რამე სიკეთე ექნება წარმატება უნდა გავახარო და უთხრათ ეს ვისგან აქვს და ეს ჩვენს გვჭირდება ხოლმე სამწყო პრაქტიკაში სამადლო პრაქტიკაში დამეთახმება ყველა სასულიერო პირი რომ ჩვენ ესეც ნაკლებად მაგრამ ას თუ ისე გაჭირებული ბევრი ყავს სულიერად თუ ხორცე და ღმერთო მეშვედა ყველას უნდა და პრაქტიკაში ცოტა დამკვიდრ დამბლო დროს უფრო ითხოვენ პარაკლისებს აი საჯამთელო ესე ქვიან ხა აბარა სავატყოფო პარაკლისი ხო არ არსებობს რაღაც უნდა რომ ჯამთლად ყოლეს ყველა რაღაც პრობლემა ცუდად აყავს და სნეულებს პარაკლისი უნდა მაგრამ ძალიან იშვიათად ძალიან იშვიათად ვიღაცა სამადლოვე პარაკლისი იხდიდეს მაგრამ პირიქით აი გვეუბნება წინამამი გვაქვს ჩვენ გვამხილებენ შენ მადლობ ღმერთს შენ დაბადების დღეებზე რას თქვით რომ მოგიყვანა ღმერთმა ანგელოზის დღეს მადლობ ღმერთს ყველა შენ გულში მაინც პარაკლისი კი არ არის თუნდაც შენი ფიქრებით პარაკლისი ღვთისმსახურება და აღმატებულია ღვთისადმი როცა მართლა ამ ფორმით წირა ღმერთს მადლობას მადლობ შენ ღმერთს სნეული ყავი და თქვა განიკონა არ გახსენდება თუმცა ღმერთმა დალოცოს შეიძლება მადლობდეთ 1000 სიტყვით და მატერიალურად ექიმებს ღმერთმა დალოცოს რომ გამოჯერა გავიწყება ღმერთი იმ ექიმი ღმერთო თუ არ მიანიჭა იზალა ექიმი რისის მაგნისია თუ ღმერთმა არ მისა გონიერება ან წამალი რას გიზავს თუ ფალმა არ აკურთხა ხო მადლობ ჩვენ ღმერთს თქვა რაღაცა განსაზღვრისგან გადავრჩით იშვიათად გვიხარია ვაიმე ყვებით ამას ყველგან როგორ გადავრჩი მაგრამ გავიწება რომ ვისგან ხო შეიძლება არ გადარჩენილიყავ ვინ დაგიფარა რაღაც წარმატება მოგვივა მადლობ ღმერთს ეს ღმერთთან მოგანიჭა ეს წარმატება რაღაცა თუნდაც გონიერებით რაღაცა ჩააბარე გახსენდება ღმერთი არ გახსენდება სამწუხარო და ეს უმადურობის ნიშანი არამედ ყველა თავი არ დაიმედოს პირდაპირ ჩანს საქმემა შემა გამოგაჩნდეს თუმცა სიტყვის მადლიერებაც დიდი ვერაფერი ბედენაა რადგან უფალი გვასწავლის პავლე მოციქულის პირით რომ არა ხოლმე ენით არამედ საქმეთა და ჭეშმარიტებითა ეს არის კიდე საკუთარ თული მაგრამ ჩვენ ენითაც არ ვიწყებთ სამწუხაროდ მადლიერებას ახლა არის დიდი მარხვის პერიოდი და ეფრემასურის ლოცვას ვკითხულობთ ხომ და თუ კი ადამიანს აქვს საკუთარი ცოდვების განცდა ის შეიძლება იყოს უმადური თუ იცის თქვათ თავის დაცემულობის შესახებ და ამას თვალს უსწორებს ის ალბათ აღარ არის უმადური და მადლიერია ნების აი მცირედისთვის დღე რომ გაუთენდა, ну ეს მცირედი არ არის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი რამეა, მაგრამ აი ნებისმიერი სიკეთისთვის მადლიერია და თუნდაც ადამიანმა რაღაცა შეურაცხყოფა რომ მიაყენო, შეიძლება მადლობა უთხრას. იმიტომ რომ თავი ღირსად ჩათვალოს. არიან ესეთი სულიერები, სადაც იყვნენ ყოველ შემთხვევაში დღესაც არიან, ადრე უფრო ხშირი ბევრი იყო ასეთი. რა კარგი შედარება მოიყვანეთ წინა ეფრემასურის ლოცვის მაგალითზე, რომ თუ ადამიანს მართლაც აქვს თავის ცოდვების ხედვა და იმ ხელა ძაფრი ხედვა და განცდაც აქვს თავის ცოდვებისა, რა თქმა უნდა, ყველას და ყველაფრის მადლიერია თulis რომ რაც აქვს ამასაც არ იმსახურებს. ოღონდ რეალურად აფასებს. განაძალით თავის დამდაბლება, განა რაღაც თავის მოკატუნება, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ცოდვილები ვართ. ეს ლოცვა ყველას ვინგან არსებობს, თქვა ეს ლოცვა მე არ მეხება, არ მჭირდება. და ამიტომაც არის რომ ქრისტიანი სულიერი ადამიანი მადლი რატომ უნდა თავის საზომს იღებს იმიდან რომ ის ამასაც არ იმსახურებს. ღმერთი მოწყალია თორე მე ცოდვილი ვარ. ამ ქვეყნად ღირსის ყოველთვის ღირსის კი არა, ამიტომ არის მე ეფრემასურის ლოცვაში მეზვერეს ლოცვა ჩართული რომ არც არ წეროს რამეს ან ცოდვებზე დიდად გლოვობდა ან ითხოვდა რამეს ან ხოლმე ღმერთო მიხინება ის თვლიდა რომ არაფერს არ იმის თავსაც არ წერდა ხოლმე გულში მჯიხს იცემდა იმიტომ რომ ამის მადლობდა ღმერთს რომ უბრალოდ ამ ქვეყანაზე იყო და უკემა გული გაეღო რომ ისეთი ცოდვების განცდა ქონდა და ამის გამო ის გამართლებული გამოვიდა და ჩვენ როცა რაღაც ვითხოვ და არ მოგწონს სწორედ ის არის რაღაც არ გაგმაყოფილებს თავი რაღაცები მეტად გქონია ვიდრე ვართ და
და ესე არ უნდა იყოს და ჩვენ კიდევ გვეშლება ძალიან ბევრი როცა საზომი გვინდა როგორ უნდა ვისწავლო მადლიერება ყველას გვაქვს რაღაც სიტუაცია გვინდა იმას აქ მეც მინდა ყოველს უნდა შეედარო შენზე უდარეს და ჩვენ პირიქით მოგდის ხოლმე ეშმაკის შთაგონებით რომ იმას ვედრებით ვისაც ჩვენზე მეტი აქვს თქვა მატერიალური წარმატება თანამდებობა და მე ღიზიანები შენ რაც გაქვს აღარ აფასებ მაგრამ შეხედე ძალიან ბევრი შენს გარშემო რომელსაც შენ დენით საერთოდ არ აქვს და ნახავ რომ იმაზე ბედნიერი შენ ხარ და უნდა იყო რაც გაგაჩნია რომ ღმერთო უფრო მეტად დაგაჯილდოვოს დიდი მადლობა მინდა გითხრათ რომ ვიყავით ჩვენი სტუდიის ნომარი მამა იტყვით მადლობა მოწვევისთვის დაზალადებში მდებარე ივერიის ყოველწ წმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი იყო ჩვენი სტუდიის ნომარი